მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ცხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რადგანაც ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარის ღილაკი, რათა არ გამორჩეთ ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარებში. ახლა კი დავიწყოთ. ბუნდესლიგაში ბუდუ ზიუზიუაძის დებიუტი ბერლინის უნიონთან შედგა. ჰაიდენჰამის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკმა ბუდუ სასტარტოში დააყენა. ბუდუმ სასტარტოში შეუცვალად ითამაშა და ჰაიდენჰამმა 2-0 გაიმარჯვა. ასე რომ ქართველი თავდამსხმელის დებიუტი წარმატებული გამოვიდა. მით უმეტეს რომ მეორე გოლი ბუდუს კარგ თამაშსა და მის მწვავე დარტყმას მოყვა. ანგარიში ჰაიდენჰამმა მე-17 წუთზე გახსნა და გოლი მიუნხენის ბაიერნიდან იჯარით გადასულმა ფრენკ სკროდესმა გაიტანა. 37 წუთზე მსაჯმა ტომ როტე გააძევა და უნიონი 10 ფეხბურთელით დარჩა. ვილადის შემდეგ ბუდუ ზიუზიუაძე ყველაზე ასაკოვანი ქართველი ფეხბურთელია, რომლის დებიუტი ტოპ ლიგაში შედგა. არველაძემ ლა ლიგაში 35 წლის ასაკში ითამაშა. ბუდუ მალე 10 მარტს 31 წლის გახდება და მისი დებიუტი ახლა შედგა. SofaScore-ის სტატისტიკის მიხედვით ბუდუს ბურთთან 31 შეხება ჰქონდა. 22-დან 11 პასი ზუსტად შეასრულა. მეორე სართულიდან 8-დან 4 ორთა ბრძოლა მოიგო. მინდორზე კი 3-დან 1. მატჩის შემდგომ ჰაიდენჰამის მთავარმა მწვრთნელმა ბუდუ შეაქო და მის მიმართ საქებარი სიტყვების არ დაიშურა. ბუდუმ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, რაც განსაკუთრებით იმ მომენტზე უნდა ითქვას, როცა მეტოკეს ფეხბურთელი გაუწევეს. გაძევების მომენტამდე ბუდუმ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო. არ ვიცი ადრე მეორე სართულზე რამდენჯერ ვიგებდით პულს, მაგრამ ბუდუ მეორე სართულზე კარგად მოქმედებს და თანაგუნდელებს კარგ შანსს უქმნის. ბუდუს გუნდში ინტეგრირება კიდევ უფრო უკეთ მოხდება, ვიდრე დღეს ვნახეთ. ის მშრომელი და მებრძოლია. არასდროს ყვეყმანობს, როცა გოლის გატანის შანსს იღებს. აქვე გეტყვით, რომ ამ მატჩამდე ჰაიდენჰამის 10 მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და გუნდმა 28 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო. 16 ტურში ჰაიდენჰამმა 13 ქულა დააგროვა. კვლავ მე-16 ადგილზეა, თუმცა მე-15 ადგილზე მყოფ ჰოპენჰაიმენთან ქულათა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენის სტუმრად პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დამარცხდა. ქართველი შემტევის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 87 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ზურიკო თავისი გუნდის რიგებში გამორჩეული იყო და 64 წუთზე ეფექტური საჯარიმო დარტყმით გოლის გატანაც შეძლო, რითაც ანგარიში 2-1 გახდა. ცნობილი სტატისტიკური პორტალი SofaScore-იდან ქართველმა შემტევმა 7.4 გოლიანი შეფასება დაიმსახურა, რაც სენტ-ეტიენის მეკარის შეფასების შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ სენტ-ეტიენის თავკაცმა ერიკმა ზურიკოზე ისაუბრა. ზურიკო დავითაშვილის გოლმა იმედი მოგცვა და შანსი გაგვიჩინა. თამაშის ბოლომდე დარჩენილიყავით. ანგარიშის გათანაბრების იმედის ჰქონდა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ პარი სენ-ჟერმენი უკეთესი იყო. ბოლომდე ვიბრძოლოთ და მეორე გოლის გასატანად ხარისხი დაგვეყოლა. შეგვეძლო გადამწყვეტ ფაზაში და ბოლო პასისას უკეთესნი ყოფილიყავით. დავითაშვილი შესანიშნავი ფინიშერია. ზურიკო ფანტასტიკური ფეხბურთელია. ძალიან კარგია, რომ გუნდს დაუბრუნდა და დამაგვირგვინებელ ფაზაში ნამდვილად კარგია. მიმდინარე სეზონში ზურიკომ სენტ-ეტიენის მაისურით მე-6 გოლი გაიტანა და ამასთან 2 გოლი გადაცემის შესრულება შეძლო. 17 ტურის შემდეგ მისი გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ციკლში 16 გოლით გასავარდნ ზონაში მე-16 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრა საკუთარ მოედანზე ნანტის წინააღმდეგ გამართავს. იტალიის სერიას მე-20 ტურში ნაპოლი საკუთარ მოედანზე ვერონას დაუპირისპირდა და დამაჟირებელად 2-0 იმარჯვა. ოფიციალური ინფორმაციით დღევანდელ შეხვედრაში ხვიჩა კვარცხელია გუნდს მუხლის ტრამვის გამო ვერ დაეხმარა. თუმცა იტალიურ მედიაში არაოფიციალურად იწერება, რომ ქართველი შემტევის PSG ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და კვარა სამათშო განაცხადში სწორედ ამის გამო ვერ მოხდა. დღევანდელ შეხვედრაში ნაპოლი მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და ლოგიკური გამარჯვებას მოიპოვა. ანტონიო კონტეს გუნდი მე-5 წუთზე მონტიპოს ავტოგოლით დაწინაურდა. 71 წუთზე კი ზამბუანგის მსხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა. შეხვედრის შემდეგ პოლიტანომ და ლუკაკუმ ხვიჩას გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს. კვარას სიტუაცია? სიმართლე გითხრათ, მთელი ყურადღება ამ შეხვედრაზე ჰქონდა გადატანილი, რადგან ეს მთავარი მწვრთნელის სურვილი იყო. ვიცით, რომ კვარაცხელია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ნორმალურია, რომ იანვარში მასთან დაკავშირებით ჭორები ვრცელდება. რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა იმედგამაცრუებელია, მაგრამ ეს მისი და კლუბის გადაწყვეტილება და ჩვენ მოთამაშეები ბევრს ვერაფერს ვიზამთ. გვესაუბრება თუ არა? ბევრი არა. იტალიური კარგად იცის, მე კი ინგლისურად ვერ ვსაუბრობ, რადგან პატარ-პატარა დიალოგები გქონდა. კვარას საკითხი, ვიცით, რომ იანვარში დიდი ხმაურია და ბევრი ჭორი ვრცელდება, მაგრამ ვარჯიშსა და თამაშებზე ვართ ორიენტირებული. მატჩის შემდგომ ფეხბურთელების გარდა ამ საკითხზე კონტემაც ისაუბრა.
როგორ უნდა გადავიტანოთ ყურადღება კვარას ამბებიდან? მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ამ ამბებიდან ყურადღება გადაგვეტანა და დღეისთვის მაქსიმალურად კონცენტრირებული ყოფილიყავით. კარგად ვიმუშავეთ. დავინახეთ, რომ გუნდი ფეხზე დგას და მარშისთვის კარგად მოვემზადეთ. წარსულში ბევრჯერ მოგვიწია ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეების გარეთ თამაში, როგორებიც არიან ლობოტკა, რომელიც გილმორმა შეცვალა. იგივე იყო ბონჯორნოს შემთხვევაშიც, რომელიც ჟუან ჟეზუსმა შეცვალა. ახლა კი ასე თამაში კვარას გარეშე მოგვიწევს. ყველა ფეხბურთელი მზად უნდა იყოს, როდესაც მათი თამაშის საჭიროება იქნება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც რამდენიმე დღის წინ იმედგაცრუებაზე ვისაუბრე, მე არ მიგულისხმია კლუბის ამ ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე იმედგაცრუება. მე ჩემი თავის გამო ვარ იმედგაცრუებული, რადგან 6 თვის განმავლობაში სიტუაციის შეცვლა ვერ მოვახერხე. ვფიქრობ, ამ პერიოდის განმავლობაში სხვა ზემოქმედების მოხდენა შემეძლო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ არ ვარ კვარათი იმედგაცრუებული, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, რომ უფრო გამჭრიახი არ ვიყავი. ხუჭა ძალიან კარგი ბიჭია და ზედმეტი წეწოლის გარეშე თავისი ბედი თავად უნდა გადაწყვიტოს, ისევე როგორც კლუბმა საკუთარი ბედი. ჩვენ საკმაოდ ძლიერ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. ის ამჟამად ნაპოლის ფეხბურთელია და თუ ვინმე ხუჭას ყიდვა სურს, მაშინ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. პარალელურად გეტყვით იმასაც, რომ ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ ნაპოლის ქართველი გარემარბის ხუჭა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა. მისი მტკიცებით, პარიზელებმა კვარასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და ტრანსფერის განსახორციელებად ახლა კლუბებს შორის შეთანხმების მიღწევაა საჭირო. პარი სენ-ჟერმენმა კვარასთან 5 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. პარიზულ კლუბში ხუჭას ხელფასი ნაპოლში მის ხელფასთან შედარებით 5-ჯერ მეტი იქნება. ფრანგული კლუბი ამჟამად ნაპოლისთან ნაწარმოებს მოაპარაგებებს. მორიგი შეხვედრა მომდევნო კვირაში გაიმართება. საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გამართულ ესპანეთის სუპერთასის ფინალი რეალსა და ბარსელონას შორის, როგორც მოსალოდნელი იყო, სანახაობრივი და უხგოლიანი აღმოჩნდა. თუმცა ისევე როგორც ესპანეთის ლა ლიგის პირველი წლის შეხვედრაში, ბლაუგრანა სამეფო კლუბზე ამჯერადაც ერთი თავით მაღლა იდგა და მეტოქე სამბურთიანი სხვაობით 5-2 დაამარცხა და ყველა ტურნირზე კარლო ანჩელოტის მომზადებული გუნდის 8 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. რეალიდან გოლები ბაპემ და როდრიგომ გაიტანეს. ბარსელონას მხრიდან კი თავი იამალმა, ლევანდოვსკიმ, ბალდემ და რაფინიამ გამოიჩინეს. ჰანს ფლიკის ხელმძღვანელობით კატალონიერებმა რეალს 2 შეხვედრაში 9 ბურთი გაუტანეს და ისტორიაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ბარსამ სამეფო კლუბთან ზედიზედ 2 მატჩში მინიმუმ 4 ბურთი მიითვალა. რაც შეეხება ბლაუგრანას საუკეთესო ბომბარდის, რობერტ ლევანდოვსკიმ წელს რეალს 2 მატჩში 3-ჯერ გაუტანა. კარიერაში კი ბლანკოსის წინააღმდეგ მის ანგარიშში 17 მატჩში 11 გოლია. მომდევნო მატჩს როგორც რეალი, ასევე ბარსელონა ესპანეთის სამეფო თასის მერვე ფინალში გამართავს. მადრიდელები სელტას, ხოლო კატალონიელები ბეტის უმას მიძლებენ. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო. ასევე არ დაგავიწყეთ გამოიჭროთ ჩვენი Instagram და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.